მოგესალმებით, მე გახლავართ ექიმი ნუტრიციოლოგი ელისაბედ ლიზიკუჭავა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ზაქარია როჭკაშვილის გასტროენტეროლოგიურ კლინიკა ესკულაპში, ქალაქ თბილისში, სულხან-ცინცაძის 73 ნომერში. და ჩემი დღევანდელი სტუმარი არის ჩვენი კლინიკის ხელმძღვანელი, გასტროენტეროლოგი, ენდოსკოპისტი ბატონი ზაქარია ზურა როჭკაშვილი. ეს არის გადაცემა ესკულაპის საზოგადოება და სამართალი და დღევანდელი გადაცემა იწერება საზოგადოების ძალიან მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე დღეებში ძალიან დიდი საზოგადოებრივი მითქმა გამოიწვია კვების პროდუქტებთან დაკავშირებულმა, მე ვიტყოდი სიტყვა სკანდალმა, ალბათ ამის უფლება მაქვს. ჩვენი აზრი აინტერესებდა საზოგადოების, ჩვენი როგორც კლინიკის, როგორც გასტროენტეროლოგის, ნუტრიციოლოგის და მთელი ჩვენი შემადგენლობის, თუმცა გარკვეული პერიოდი თავს ვიკავებდით საჯარო კომენტარებისაგან მხოლოდ იმიტომ, რომ გვინდოდა თემა უფრო საფუძვლიანად შეგვესწავლა და სხვადასხვა კუთხიდან დაგვენახა, იმიტომ რომ ესეთი ზოგადი ფრაზებით არ გვინდოდა შემოფარგლულიყავით და დღესდღეობით უკვე ვთვლით, რომ ჩვენი კომენტარი და ჩვენი გარკვეული მოსაზრებების გამოცხადება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვიტყოდი, იმიტომ რომ აქ საქმე ეხება არა მარტო ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობას, არამედ ზოგადად ქართველი ერის კეთილდღეობას და მომავალს, იმიტომ რომ სკანდალში გახვეული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტები, როგორიც არის ზედარდის პროდუქტები, ხორცეული, რა თქმა უნდა, მე თაფლზეც ატყდა სკანდალი და ასე შემდეგ და წავედით და აღმოაჩინეთ, რომ სრულად ექსპორტ-იმპორტირებული პროდუქტები და ადგილობრივი წარმოების პროდუქტები გარკვეული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა თავიანთი ხარისხიანობის, ვალიდობისა და ასე შემდეგ მიხედვით. აქედან გამომდინარე ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, ჩემთვის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი აზრი მაინც შეუძლია ბატონმა ზაქარიამ მოგვახსენოს და ამიტომ თხოვე ბატონ ზაქარიას მისი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან, პროფესიონალიზმიდან გამომდინარე და მინდა რომ ბატონ ზაქარია მოგმართოთ ესეთი კითხვით, რა ვიცი. რას ფიქრობთ, რა შეიძლება გავაკეთოთ, რითი ვანუგეშოთ ჩვენი მაყურებელი და ზოგადად ესეთი ისტერიკა და რაღაცა ის რომ არ დავთესოთ იმის გარეშე იქნება რაღაცა რჩევებიც მივცეთ მოსახლეობას აი ესეთ პერიოდში, როდესაც მიმდინარეობს მოძიება ამ პროდუქტების ვარგისიანობის, რა შეიძლება მივირთოთ, ისე რომ არ ჯანმრთელობას ვავნოთ და არც ფინანსურად ისედაც მოგესალმებით სიფასებო და მოგესალმები ლიზი, ჩვენს მაყურებელს მოგესალმები და რა იცი ძალიან ხშირად პაციენტებს ჩემთვის უკითხეთ, რა ვჭამოთ ბატონ ზაქარია. და მე მაგ ძალიან როდესაც ჩამოვარდება ხოლმე ლაპარაკი დიეტაზე, როდესაც ჩამოვარდება ლაპარაკი საუბარი რომ ჯანსაღკვებაზე, ყველას აინტერესებს ჯანსაღად იკვება. მე არა მაქვს პასუხი ხოლმე. მე არ ვიცი რა უნდა ჭამოთ, იმიტომ რომ ჯანსაღი პროდუქტი ძალიან დიდი ხნის წინ დავივიწყეთ ჩვენ. აი სათავეს 90-იანი წლებიდან იღებს აი ყველაფრის უკონტროლობიდან და სათავე დაედო მაშინ, მაგრამ ფაქტიურად საკონტროლო გასროლა გააკეთა ნაციონალურმა მოძრაობამ, როდესაც დახურა სანეპით სადგურები, როდესაც სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურება ფაქტიურად აღარ არის საქართველოში, ხო? რაც უნდა ამას ლაპარაკი. დაიხურა ლაბორატორიები. იმიტომ რომ ლაბორატორიები გარკვეულწილად სამეცნიერო დაწესებულებებია. რა თქმა უნდა. მეცნიერება ლაბორატორიული კვლევების გარეშე არ იარსებებს. ხო ისეა? რა თქმა უნდა. და საოცრება ის არის, რომ 94 წლიდან ჩვენ იმ პერიოდიდან, როდესაც კონსტიტუციაში საქართველოს ჩაწერა, რომ ვართ განვითარებადი ქვეყანა, მას მეცნიერება ფაქტიურად აუკრძალეს. აი ეს დახმარების ფონდები, რომლებიც საქართველოს ასე ვთქვათ ეხმარებიან, მათ ცალსახად აქვთ გაწერილი ის, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიხარჯოს ეს თანხები მეცნიერების წარმოებაში. იმიტომ რომ განვითარებად, ჯერ განუვითარებელი ისევ ქვეყანას არა აქვსო იმის ფუფუნება, რომ მეცნიერება წარმოებს ეს ძვირად ღირებული დარგია და ძვირად ღირებული ფუფუნება ყველა განვითარებული ქვეყნისთვის. მეცნიერებაში ყველა ქვეყანა ხარჯავს დიდ ფულებს. მაგრამ როდესაც ჩვენ გეხმარებითო
ეს თქვენ იმისთვის კი არ უნდა გამოიყენოთ, რომ თქვენ განვითარდეთ. არამედ ჩვენი მეცნიერების მიღწევებით უნდა დაკმაყოფილდეთ და ფაქტიურად საქართველოს გადააქციეს ექსპერიმენტულ ქვეყანად. საქმე იმაშია, რომ ექსპერიმენტულ ქვეყანას მარტო პოლიტიკურ ექსპერიმენტებს კი არ უტარებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოცდაც მიმდინარეობს. როგორი მოქმედებს მოსახლეობაზე დაუშვათ ახალი ჰიბრიდული რაღაც ჯიშები, ახალი გენმოდიფიცირებული ჯიშები, როგორი იყო პერიოდი, როდესაც უცხოელი ექიმები და მკვლევარები ჩამოდიოდნენ საქართველოში და ჩვენ დაუშვათ ხანძლივი სიცოცხლის უნარიანი ერი ვიყავით და მთებში აფხაზეთის მიდამოს, მაღალმთიანი სამეგრელო დადიოდნენ და სწავლობდნენ რა იყო მიზეზი და ყველა კვლევა მიდიოდა იქითკენ, რომ ეს იყო კვების, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების წესის თავისებურება ხო მართალია? ფაქტია 90-იან წლებში ისეთმა ქვეყანამ როგორც არის ისრაელი საქართველოში მოჭრა ნიადაგი და წაიღო ისრაელში გემებით. რატო წაიღეს ეს ნიადაგი მაინც საქართველოსთან? იმიტომ რომ ანალიზები რო ჩაატარეს აღმოჩნდა რომ ეს ნიადაგი არის ფანტასტიკურად კარგი ნიადაგი ბიოპროდუქტების მოსაყვანად. გესმით ხო რაზეა საუბარი? და საქართველოში უკვე კიდევ მეორე განსაკუთრებით 2004 წლიდან გეგმა ზომიერად საოცრად დიდი რაოდენობით პესტიციდები იქნება ესა. პესტიციდების სამი სახეობა არსებობს, ხო? ჰერბიციდები, ფუნგიციდები და ინსექტიციდები. ხო, ინსექტიციდები. ფაქტობრივად ბატონ ზაქარია, ეს არის ეს შხამებია. დიახ. ეს შხამებია, რომელმაც მოწამლა ნიადაგი მოწამლა და დღეს ძალიანაც რომ უნდოდეს ჩვენს მოსახლეობას რომ ბიოპროდუქტი აწარმოოს, ეს ძალიან რთულია. თან უფასოდ დარიგდა თუ გახსოვთ ეს პერიოდი მოსახლეობაში ისინი და რეკომენდაციით 16-ჯერ, 12-ჯერ, 17-ჯერ, 20-ჯერ შეწამლა ერთი მოსავლის შეიძლება ხალხო. ასევე მოხდა, როცა გენმოდიფიცირებული სიმინდი შემოვიდა და მოსახლეობამ ადგილობრივი ჯიშები აღარ იმ გენმოდიფიცირებულმა სიმინდმა ნიადაგი საერთოდ გამოფიტა. პირველ წელს მიიღეს მოსავლა და მეორე წელს აღარ მიიღეს მოსავლა. ჩვენ არ შევსწრებივართ ეს თაობების მანძილზე მიდიოდა, როდესაც პირველად საქართველოში სიმინდი შემოვიდა როგორც კულტურა, განდევნა ადგილობრივი ღომის სახეობები, ხო მართალია? ანუ ის მცენარეები, რომლისგანაც ერთი რამ მინდა იცოდეს ჩვენმა მოსახლეობამ სმენელმა. ბუნება თვითონ ამყარებს ბალანსს. დიახ. მიგეთ. თვითონ ნიადაგსაც ბუნება თვითონ აწარმოებს კარგ ნიადაგს. ჩვენ რატო ვაფუჭებთ ამას? იმის გულისთვის რომ ვიღაცამ ცოტა ზედმეტი მოგება მიიღოს. და რისთვის ხალხო? საქართველოს სოფლის მეურნეობას ბაზარი საქართველოს ჩაკეტილი აქვს. უაღრესად იაფი უცხოური ქიმიური პროდუქტის შემოდისა ანაცვლებს ქართულ ბიოპროდუქტს. ხორცის ყიდვა რო კიდოდეს გლეხისგან რო იყიდო ისიც კი ახალ უცხოურ სასუქებს აჭმევს. ქართული ცხარი გადიოდა თვითმფრინავის რეისებით ხო მართალია და შესაბამისად თვითმფრინავის რეისებითაც და მატარებლებითაც შემოგარგო ჩამოდიოდა მთელი ახლო აღმოსავლეთის არაბები იქნებოდნენ, ირანელები იქნებოდნენ და ამზადებდნენ აქ ქართული ცხრის ჯიშებს, თოხლს. საკვებად აქ აქონდათ აქეთ. $45 ღირდა არაბეთში ქართული ცხრის 1 კილოგრამი. ეს კარგია. აბსოლუტურად სუფთა ალპურ მდელოებზე. დაიკარგა უკვე ის ინტერესიც. რატო დაიკარგა ინტერესი? იმიტომ რომ ეს ბალახიც ამ ნიადაგზე მოდის და ის სხვარიც უკვე ის სხვარი აღარ არის. გესმით ხო რას ლაპარაკობ? ჩვენი მომავალი არის მაინც ალბათ ბიომეურნეობის წარმოება. ჩვენი მომავალი არა მარტო. დედამიწის მომავალი არის ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებაში. იმისთვის რომ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი აწარმოოს სოფლის მუშაკმა, ამისთვის საჭირო არის ნიადაგის
ლაბორატორიული მუდმივი კონტროლი. რას შეიცავს ეს ნიადაგი? რა ხდება მასში? კი, მოვიტანეთ კარგი თესლი, კარგი თოხი გვაქვს, მოვთოხნეთ, მოვბარეთ და სად ვყრით ამას? და სად უნდა გაიზარდოს? გახსოვთ ალბათ, რომ ამასოს ეს რომელი წელი იყო 2000-იანი წლების დასაწყისი. დრეიძის ზეგანს ეძახიან საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდის თავზე აუხეთქა ნავთობ მოუკონტროლოთ ნავთობის მოპოვება რომ მიმდინარეობდა ჯორჯიან ბრიტიშ ოილ კომპანი იყო ესეთი და ამოხეთქა ნავთობმა და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით სოფელ ნინოწმინდა და სარჩავლის გარკვეული ტერიტორია აბანავა ამ ნავთობის წვიმაში მოხდათ და ნიადაგი გაფუჭდა. და ჩემი პირად დაკვირვებით დღეს სტატისტიკა საერთოდ არ მუშაობს და თუ მუშაობს საქსტატი არასწორ ინფორმაციებს იძლევა. იმ პერიოდში მე მუშაობდი ონკოლოგიურში და ძალიან თითქმის გაორმაგდა ცოტა ხანში ავტოსებიანი სიმსივნეებით მომართვიანობა ამ რეგიონიდან. და მე ნავთობი ეს ხო ის არის რომ ის ნიადაგიდან აღარ გადის. 500 წელი უნდა რომ ნავთობ გადავლებული ნიადაგი ისე ნიადაგად იქცეს. რომ გაირეცხოს. და თან ეს ის მიდამოა საიდან პროდუქტები გადიოდა. ეხლა მოდით ჰორმონებზე დაზრდილ საქონელზე ვილაპარაკოთ. რა ჰორმონია ის მეხორცულ ჯიშს რომ მეხორცულ ჯიშად აქცევს? ქათამს რომ 8 კილომდე რო გასდის. რა ჰორმონია ეს? ეს ხო ძირითადად ხო ცხირების ჩალაგებას ხელს უწყობს ის ჰორმონი რომელსაც და რა არის? ესტროგენებს აძლევს. რომლებიც არ იშლება მე შემდგომი გადავიდა 800 გრადუს ტემპერატურაზეც არ იშლება, როგორც არ უნდა გააცხელო, როგორც არ უნდა ადუღო. ანუ საკუთთან ერთად ხდება ადამიანი. და ღებულობს ამას ადამიანი. რა არის ეს ესტროგენები? ეს არის ქალური ჰორმონები. თუ ვერ წარმოიდგენს ჩვენი მოსახლეობა, რაზეა საუბარი, ელემენტარულად ვეთქვი, ყველა მიცის ალბათ, რომ სოფელთან ვისაც შეხება ქონია, მამალი ღორი რო გაასუქონ კოდავენ მას, ანუ მამაკაცურ ჰორმონებს ართმევენ და დედაკაცური ჰორმონების სიჭარბე იწვევს მის უკონტროლო წონის მატებას და გასუქებას. ჩვენ როდესაც პატარა ბავშვებს, 10-12 წლის ბავშვებს შაურმებსა და მაკდონალდსებს და რა ვიცი 1000-ნაირ რაღაცებს რო ვაძლევთ. ბიზნესის პრინციპია, იაფი უნდა დაგიჯდეს გაკეთება და ძვირად უნდა გაყიდო. თქვენ როგორ ფიქრობთ, ოსტარვალარიანი ძროხის ხორცით კეთდება ის კატლეტი მაკდონალდში რომ იყიდება თუ ვენდისში თუ რა ვიცი. მშობლებს ვეკითხები. ბავშვები რო ფულს გართმევენ რომ წავალ რა ჰამბურგერს შევჭამ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩემო ძვირფასებო, ის ქათმის ფრთები და ისინი რო იყიდება ის არ არის ესტროგენებით გაჯერებული. ზოგადად სკოლის კვებებიც ხო საერთოდაც და მე რა ხდება? ბავშვობაშივე ვურღვევთ ბავშვებს ჰორმონულ ბალანსს. ჯერ თვითონ ვერ გაურკვევია ბავშვს, ჯერ არა კარტატეხის ასაკი და არ იცის ბოგოა თუ ბიჭია და ჭარბად ვაძლევთ ბიჭებსაც და გოგოებსაც ამ ესტროგენებით გაჯერებულ საკვებს და საბოლოო ჯამში მივიღეთ რა ბიჭები მწიფდებიან ძალიან გვიან და გოგოებმა გაასწრეს. რა აქ ორჯერ ორია ეს, აქ ამას რა თუნდა ეს არის ჩვეულებრივი ლოგიკა. მე არ ვიცი სადამდე უნდა წავიდეთ ჩვენ და სადამდე მივდივართ და სადამდე მიგვიყვანს ეს გზა. პირველ რიგში უნდა შეიქმნას მაღალ კვალიფიციური
ლაბორატორიები მაღალკვალიფიციური მოუსყიდავით ან ბატონო მოუსყიდავი რა თქმა უნდა პირველი არის ეს რომ არ უნდა იყოს მთელი საქართველოსთვის ცნობილია რომ ყველამ უნდა გაიაზროს რომ როგორ კეთდებოდა და ეს პატარა ექსპერტიზის ბიუროებია თუ რა არის რა სასწაულები ყველამ უნდა გაიაზროს სადაც შესაძლებელია კიდე რაღაც ლაბორატორიული კვლევები ვინც მეტ ფულს გადაიხდეს და რა შეკვეთასაც ვიცებს ზუსტად იმ ხო მაგრამ ეს არ არის უბრალოდ ფულის გაკეთება ბატონო ეს არის ერის წინაშე დანაშაული ამ შემთხვევაში მე ესე მგონია და აქ უნდა მიდიოდეს უმკაცრესი კონტროლი და შემოწმება ერის წინაშე დანაშაულის უფლება არა მარტო ლაბორატორიის თანამშრომლებს არავის არ აქვს ხალხო კარგად იცოდეთ ეს რა თქმა უნდა ლაბორატორია შეიქმნას იმისთვის კი არა რომ ფული კეთდებოდეს ამ ლაბორატორიას სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს და უნდა ეუბნებოდეს რომ თქვენ და არა მარტო ადგილობრივი პროდუქცია უნდა მოწმდებოდეს შემოსული პროდუქტებიც იმიტომ რომ იქაც როგორ შეიძლება რომ მოსახლეობას ადგენდა და თვითონ მოსახლეობას გადაამწყრალო კვების ობიექტების შემოწმება ხო ჩვენ ახლა საზოგადოებრივი აქტივისტები, ასე ვთქვათ, თავისი ინიციატივით დადიან კვების ობიექტებში ამოწმებენ და შესამოწმებელი დოზატორები შემოვიდა და ხალხმა შეძენა დაიწყო და შემოწმება. ნუ ეს ხო არ აგვარებს პრობლემას. ეს არ არის ის, რაცაც სახელმწიფო ქვია. რა თქმა უნდა. უფრო მეტსაც გეტყვით. სააკაშვილმა როდესაც აბგადა აი ეს როგორ გითხრათ აი ეს მოსაწამლი ნივთიერებები რო შემოიტანა სოფლის მეურნეობის შესაწამლი რაც და როგორც კი დადგა საკითხი რომ შემოდის ამისი შემადგენლობა ხომ ვიცოდეთო პარლამენტის გადაწყვეტილებით და საკუთარი ბრძანებით აკრძალა საბაჟოზე მასი კონტროლი რა შემოდიოდა, როგორ შემოდიოდა, კაცშვილმა არის ის რა შხამი შემოდიოდა. მებაჟეებს უფლება არ ქონდათ, რომ უბრალოდ გაეღოთ რა მოდის. ეს რა არის? კითხვასო. რა უნდა ქნას გასტროენტეროლოგია, კარგი. სანიტარული მომსახურება არ არის. სანიტარული ეპიდემიოლოგიური კონტროლი არ არის. ლაბორატორიული კონტროლის საშუალება არ არის არც ბაზარში, არც მაღაზიაში არსად. უცხო ქვეყნიდან ICAO სტანდარტებით გაკეთებულ პროდუქტ პირდაპირ უშვებთ აქ. არ ყველანაირი კონტროლის გარეშე და ვენდობით იმპორტიორი ქვეყნის კეთილსინდისიერებას ასე. კეთილსინდისიერებას. კი ბატონო. ვენდოთ კი ბატონო. მაგრამ ფაქტი ხო სახეზია. ადრე თუ თბილისში იყო სიტყვაზე 10 აფთიაქი, დღეს ერთ ქუჩაზე არის 50 აფთიაქი. და რატო ხსნიან ამ აფთიაქებს თუ არ არის მოთხოვნილება და რატოა მოთხოვნილება? იმიტომ რომ ხალხი დაავადდა. დაავადდა. სტატისტიკა არასწორად მუშაობს. ჩვენ არ ვიცით, აცდენებია, საშინელი აცდენებია, ამას წინათ კონფერენცია იყო 2 დღის წინ. იქ გამოვიდა ადამიანი და სტატისტიკური მონაცემები თქვა, დღევანდელი საქართველოს სტატისტიკა საერთოდ არ შეესაბამება სინამდვილეს. ამას ქართველები კი არ ამბობენ მარტო. ამას ზუსტად ის მეგობარი ქვეყნები ამბობენ. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, იმიტომ რომ ცოტა ხნის წინ გავეხვიეთ, ასე თქვა. ჩვენ არ ვიცით კიდე უფრო მეტსაც გეტყვით, მაპატიეთ რომ შეგაწყვეტი. ჩვენ ისიც არ ვიცით, რამდენი ორსული ქალი ყავს. ჩვენ ისიც არ ვიცით საქართველოს მოსახლეობაში ორსული ქართველების წილი რამდენია. ერი კვდება თუ განვითარებას განიცდის, ამას ვერ ვაკონტროლებთ.
საავადმყოფოებიდან გაცემული გარდაცვალების მოწმობები არ ესადაგება გარდაცვალების აღებული მოწმობების რაოდენობას. ეს რომ ადრე ცოტა ნორმალურ ქვეყანაში რომ ცხოვრობდით, მაშინ რომ მომხდარიყო, ამაზე განგაშია ხდებოდა და ციხეში ჩასვლდნენ სტატისტიკური სამსახურის. საქართველოს ჰქონდათ 9 სართულიან უზარმაზარ შენობაში განლაგებული სტატისტიკური სამმართველო. იქ ეხლა შემოკარგებო მაღაზიებია გახსნით ანსაცმელს. ყველა მეცნიერება სტატისტიკურ მონაცემებზეა აგებული განსაკუთრებით სამედიცინო დარგის მეცნიერებები. დისერტაციების დღეს სოფლოში რაც იწერება აბსოლუტური უმრავლესობა 80-85% სტატისტიკური დისერტაციებია, იმიტომ რომ სტატისტიკა არის ის მეცნიერება, რომელიც ზუსტად რომ ჭირდება ასეთ კონტროლებს. ეს არ აქვს. საქართველოს იცავს რომ პროდუქციას ვაწარმოებ, მაგრამ საქართველოს არ აქვს პროდუქციის სახელმწიფო სტანდარტი. როგორ შეიძლება სტანდარტი არ ქონდეს ქვეყანას? რეკომენდაციებში წერია რომ დასაშვებია თურმე წყლის ფტორიდების არსებობა წყალში რაღაცა პროცენტით. რას ქვია? ხოშხამია. ხოშხამია, რატო უნდა იყოს რაღაცა პროცენტით დასაშვები? რატო? თან ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობ, ჩვენ წყლის გასაჭირი არ აქვს. ჩვენ რომ ვცხოვრობდეთ ისეთ ქვეყანაში, სადაც წყალი ისეთ დეფიციტია, რომ წუნტებიდან სვავს ხალხი, მაშინ კი ბატონო წყლის მარაგების შესანახად შეიძლება ფტორიდების ჩამატებაში. შეიძლება დაქლორო ამის. მაგრამ ქვეყანას რომელსაც აქვს აუარებელი სასმელი წყლის რესურსი, ბუნებამ ისე გაგვათამამა და მასხარავა, აი მასხრებად გადაგვაქცია, რომ წყლის არ წყაირად იცის ქართულმა კაცმა და არაფერი, მანქანებს და საცვლებს სასმელ წყალში ვრეცხავთ. თუმცა პლასმასის ბოთლირებული წყლის ინდუსტრია ყვავის საქართველოში ამის პარალელურად. უნდა ყვაოდეს. რატომაც არ უნდა ყვაოდეს? საქართველოში უნდა იწარმოებოდეს ეს სასმელი წყალი და უნდა გადიოდეს ისეთ ქვეყნებში, სადაც ყელი აქვს გამომშრალი წყურვილისგან. და ამით საქართველოს მოგებას უნდა ნახულობდეს და არა ვიღაცა კომპანიები. თუმცა საოცრება თურმე რუსეთის ყოფილა ეს სასმელი წყლის კომპანია. მე არ ვიცი სად ვბანაობთ საერთოდ. მე არ ვიცი ქვეყანას პატრონი ყავს საერთოდ. პოლიტიკური ინტრიგებით კი არ უნდა იყოს ვიფასებოთ დაკავებული, საქმე უნდა აკეთოთ. ქვეყნისთვის სასარგებლო. თორე საქმის კეთებას ქვეყნისთვის საზიანო კარგად ეხერხება 29 წელიწადია უყურებთ ამას. ყველას ეხერხება და ადვილია თურმე. იმიტომ ამაში ფული კეთდება რა. ვით ვეღარ გაზღავ უცლები კაცო. შვილები არ ყავთ. იზულებულები ხوارიო თქვენმა შვილებმაც აქ დალიონ ის წყალი. წყალი იქნება ის პროდუქტი, ამათ მიიღო. თქვენ წარმოიდგინეთ. იმავად სახსენებელი ეპოქაში მე ნაცხოვრები ვარ და ჩემი ახალგაზრდობა მან გატარებული. კი ბატონო, გეთანხმებით დახლები ნახევრად სარიელი იყო საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდში. მაგრამ რაც იყიდებოდა ადამიანს არ წამოვდა. და შეიძლება არავინ არ დადიოდა. საქართველოს იმდენი სავარგულები აქვს, რომ
მას შეუძლია არა მარტო თავის გამოკვება 25-ჯერ მეტ ტერიტორიის მოსახლეობის გამოკვება. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები რატოა დაუმუშავებელი კითხვას ვსვამ. ვერ მოსწარით გაყიდვა, ამიტომ და არ ამუშავებთ ელოდებით როდის გაიყიდება. მაგრამ გაყიდით და ამუშავეთ. 3 ტრაქტორის ფული აღარ აქვს სახელმწიფოს. სრული ისტერია ხა ბატონო ზაქარი ყიდულობენ მიწებს ხალხი და ესე არის სასოფლო სამეურნეო მიწები დაბევებული ასე ვთქვათ. უბრალოდაც გეტყვით. ჰექტრობით საძოვრების გაყიდვა დაიწყეს ხალხო. კი. არა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების გაყიდვა დაიწყეს. ვიღაცა აი მოსაზღვრულია ვიღაცა კაი ტიპები, ვიღაცა კაი მასტები რეგიონულ მუნიციპალიტეტებში რო შედა თავის ინიციატივით უცვლიან კატეგორიას მიწებს და ვის აძლევთ მე ამ მიწებს და ვის აკლდება ეს მიწები საზღვარს რო არავს მიყიდი შემოღობავს ის და იქ გვერდზე მომაცხოვრებელი მოსახლეობის ძროხას აღარ შეუშვებს იზოლებული გახდება ის რომ ალგეს და რაღაცა გაფრჩებული რაღაც აჭამოს და გინდა ახლა იმასაც ვიძახი კიდევ ატყდა ერთი ამბავი ამ რაღაცა სკლინტიან საკვებზე ხო ქათმის სკორეს აჭერდნენ თურმე ძროხებს და თურმე ეს რაღაცა რომელი ვიღაცა კონსულტანტის ისრაელიდან ჩამოსული კონსულტანტის რჩევით მოხდა მაგრამ თურმე ის სკორე არ შეესაბამება იმ სტანდარტს რომელიც როხავდა რატო უნდა ჭამოს ძროხამ რატო უნდა დაუყარ რატო უნდა მოგაფიქრდეს თავში ეს თირამი კაცო კიდევ ვიზახი ღვთისმკურთხეულ ქვეყანაში ცხოვრობ ბალახით სუფთა მოდიოდა ის და ყველაფერი არასდროს არავის არ მოსვლია აზრად რომ სხვა ცხოველის ექსპერიმენტები ეჭვებიან იმ ცხოველისთვის რომელიც საკვებად არის გამოსადეგი რომელიც რძეს გაძლევს და უცით ბავშვები უნდა დაზარდოთ კი გეთანხმებით შეიძლება სულაც არ არის მავნე იმიტომ რომ ისედაც ვერ ვაკონტროლებთ ჩვენ ხო ძროხა რომ ბალახობ შეიძლება რაღაცა მიაყოლოს იმანი მაგრამ იმისთვის ვერ მოგიბლიათ თქვენ აი ადამიანებო რომ საძოვრებზე მოფენილი გადით საქართველოს გარეთ და რა ხდება მოფენილია ცელოფნის პარკები ეხოცებათ ხალხს საქონელი თბილისთან ახლო სოფლებში ნაგვის ნარჩენებზე იმაშობ პარკებს ჭამენ ცელოფნის პარკებს რომელიც სასულეში ეჭხირება და იხოცება საქონელი შეხედეთ ხეები რას გავს თბილისთან ახლოს პარკის ხეები გეგონებათ ცელოფნის პარკების ხეები გეგონებათ ეს იმასავ ნაყოფივით ნატრის ხესავით შებმულია ხო ლენტებივით კი ბატონო მოხდა საქართველოს გათავდა აღარ არის მოდით აცზე რა გაინტერესებთ ეს კიდევ ელოდებით რომ იქნებ კიდე ცოტა ამოვკაჩო და მე საწახვალთ მე მიატოვებთ აკაურობას ხო ამზადებთ შვილებს საზღვარგარეთ ნაცნობობა მთელი ამბავი უნივერსიტეტების იქ დამთავრება რომ და თითო სახლი ყველას უნდა ქონდეს საზღვარგარეთ რომ როდის მოუწევს აქედან გაქცევა და გადასახლება გაცვლილმა არის ის და სად მიდიხართ ისე დაემართა საქართველოს როგორც ერთ ძველიან და გიჟი ქალაქს მიდიოდა რა მიქონდა რა მოხონდა ან თქვენი პარლამენტში მოსვლა რა არის და ან თქვენ წასვლა რა არის პარლამენტიდან საქართველოში არც მოსვლა და ეთყო თქვენი საქართველოს
და არც სასულა ეთყობ. გინდ ყოფილ ხართ გინდა რა. არ გცხენიათ. არდა ის ხო არ არის რადიოზე თვების გასწორება და ვიოლინის წასმა თავზე და თავმომწონეთ პოზიორობა. და წელწელი ფრაზების სროლა და ერთმანეთის წაგება მხოლოდ და იმუშავეთ რა. რაც გევალებათ გააკეთეთ ის. მაგრამ არც იცით რა გევალებათ. აი რა ვქნათ ხალბატონიზი თავისთავად მიყვართ ამ თემას პოლიტიკასთან. ეს პოლიტიკაა 90-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოში მუდმივად იქმნება და ძლიერდება პირობები, რომელიც გაუსაზღვის გარემოებებს უქმნის ადამიანს. გაუსაზღვის გარემოებებს უქმნის ქართველს მაინდა-მაინც. კი ბატონო. რომ წავიდეს აქედან. ჯერ ის რა იყო შევარნაძე მამაწყონებულმა იმან ადგა და ოღონდ რამე დასაღეჭი შემოვიდესო საქართველოს ძალიან გვიჭირსო და საბაჟო გადასახადიდან გაანთავისუფლა უცხოურ პროდუქციას და დაგვესხა თავზე თურქეთის ბაზარი. ყველაზე უხარისხო პროდუქტები თქონდ. ყველაზე უხარისხო. და ამის ფონზე ქართული პროდუქცია გამოჩნდა ძალიან ძვირი და სახელმწიფო თავისი გლეხის და თავისი მოქალაქის ბიზნესს უნდა იცავდეს იმით, რომ რასაც მე ვაწარმოებ, უცხოეთიდან თუ ვინმე გადაწყვეტს ამის შემოტანას, ცოტა ძვირი დაუჯდეს, რომ მე არ ჩამეჩხიროს. ხვიში, ამით უნდა არეგულირებდეს ეს ადამიანი. რა ვიცი? ან ეკონომიკა არ გისწავლიათ, მე უნდა გასწავლიდეთ ეკიმიკაციას. ან ის არ გისწავლიათ, ან ის არ გისწავლიათ. რაღაცა არ გისწავლიათ ხალხო. ლაბორატორიული კვლევები რო ჭირდება პროდუქტს, მანამ პირში რესტორანში საჭმელი რო შემოაქვს, სულს ხო დახულობ. უმარტივეს შემოწმებაზე გაქვს ლაპარაკი. და გემოს გამაძლიერებლები გაფუჭებულ პროდუქტში რომ გაურიო, შეიძლება გემრიელის მოგეჩვენოთ ნებისმიერი რამ. იმიტომ რომ ეს ქიმიური ნივთიერებები აიღებს თავის თავზე იმ გემოვნურ თვისებებს და რა კარგი რამე ყოფილა თურმე და ამას აბსოლუტურად დამპალი გაფუჭებული. ხორცი ხორცს აღარ აგავს. ჩალა სუფთა. მე არ ვიცი, რანაირად უნდა ვქნათ და როგორ უნდა გაერეთ თბილისში ღამე გადით ყარს მთელი თბილისის შაურმის სუნად. ხალხს დღე და ღამე აურიეთ სუნთლად. ღამე ცხოვრობს ხალხი. ის მაგერად ეძინოთ. არადა საკვებებზე არის ის დამოკიდებული, ჩვენ როგორ ჯანმრთელები ვიქნებით და როგორ გვექნება სიცოცხლის ხანგრძლივობა. სული გადაცემა გამოგდის, ხო ხალბატონო? ძალიან მძიმე ბატონ ზაქარია, იმიტომ რომ ეს პროდუქტები, რაზეც ვსაუბრობდით, ეჭვის ქვეშ დადგა ჯერ ერთი, მერე მეორე, მიყვა, თაფლი, ერთის პროდუქტები, ქათმის ხორცი დადგა. პრაქტიკულად მოსახლეობას დაებადა კითხვა რა გვექნა და როდის დამთავრდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ კი არის ახლა მოწოდება იყო, რომ დავუშვათ ამოვიღეთ ეს პროდუქტი, მაგრამ რძე ისეთი თემა გადამზადდა მისგან ხაჭო, მაწონი, ყველი. სად დამთავრდა მისი გამოყენება, რომელი პარტია იქნა ამოღებული? აქედან გამომდინარე, კაი ლაბორატორია რო შეიქმნას ხალბატონო ლიზი. და ერთი ლაბორატორიაც კი და შემოსული პროდუქტები რომ შემოსდეს აქ და დაიწეროს რეკლამაციები. თქვენ იცით რომ იმ ხელა შეიძლება უფრო დიდი ფული იშოვოთ ამით ვიდრე იმ ბიზნესით.
იმ ჯარიმებით და იმითი რომელ ჯარიმებითაც გააჯარიმებთ იმ მომწოდებლებს. და რომ დაისაჯონ ის არაკეთილსინდისიერი თანხმობა. ის საზღვარგარეთელი მომწოდებელზე მაქვს ლაპარაკი, რომელსაც სულ არ აინტერესებს რაც გაძლევს უკვე მაინც ყველაფერი შედის ვაინავსიოს პიშეთ, არა? გვეკაიფებიან უკვე ხალხო. სადღაცა საეჭვო განათლების მქონე რაღაცა ექსპერტ ჩამოვა 2000 წლების დასაწყისში არის რომ დადიოდნენ და გლეხებს ასწავლიდნენ როგორ უნდა მოეყვანათ ხურძენი კახეთში. საიდანაც ჩამოიყვანეს, ბროშურები დაბეჭდეს, ეს ბროშურები დაუვიგეს, აი ეს უნდა მოიყვანოთ. სიცით მოხდა ხალხი. მაგრამ იმ ზომამდე მიიყვანეთ საქმე, რომ ეს ხალხი მდგა და მართლა ისე მოყავს, როგორც ისინი იძახდნენ. რა თქმა უნდა, ერთი ყურძნის მასალას 20 შეწამლა წელს, რამდენიმე ადამიანმა მითხრა, კახელი ვარ მე. 22-ჯერ შევწამლე ერთი მოსავალიო იმან რა უნდა იხეიროს, კაცო, იმ მოსავლიდან მიღებული ღვინოს, როდალებს, რა უნდა იხეიროს ადამიანმა. ზედა აქ ციროზი ხო? უსტავთ. არა და ჩვეულებრივი ობივატელი ლამაზად გამოიყურება ის მტევანი. ჩემ მეუბნები ლამაზ ვაშლს რო ნახავ სადმე ბაზარში რო იყიდება ხელი არ დაადო არ იყიდო. ჭიანი როა ის იყიდე ის შედარებით ნაკლებ ნაწამი. ამასთან პომიდორი ამოვიდანე. ქართული და გავრეცხე. გამშავამშა და მე დანის პირი გადაუსვი ზედ და ცვილი ვითაყვა რაღაც. რა არის ვერ მივხვდი. პირი არ დაადო თქო სახში თქოს. გარეცხილ პომიდორს გადაუსვი დანის პირი და როგორც აი სანთელი აგითლია, აი ესე აყვა რაღაც. პარაფინის ცენას. ძალიან ფრთხილად უნდა იყოს საზოგადოება, მაგრამ სიფრთხილეც არ და სიფრთხილე იფრთხილეთ, მაგრამ რა უნდა ჭამოთ? არ ვიცი. გასტროენტეროლოგი ვარ, ნუტრიციოლოგი ძამდები, რა უნდა ჭამოს ხალხო? კითხვას მე ვსვავ. თქვენ ერთი ძალიან სწორი თემა თქვით ბატონ ზაქარია. თვითონაც რომ მოყავს იმ ხალხს, იმ გლეხსაც, იმანაც უნდა გაითვალისწინოს, რომ აი სასუქები, ის კლებები კორმებს რო ეძახის მოსახლეობა. ძალიან დიდი დაკვირვებით და სიფრთხილით უნდა. იმიტომ იყო ზუსტად აი ეს რაც ატყდა სკანდალი ქათამში რა უნდა და ამ რაოდენობით ტეტრაციკლინს დაუშვათ და რაღაც ხო? ამ ყველაფერს უნდა ზომიერება და ამოვიდა ალერგიები, ამოვიდა ალერგიები, მართალია, წამოვიდა რეზისტენტობები ანტიბიოტიკების მიმართ. რა თქმა უნდა. აღარ მოქმედებს, იმიტომ რომ შობელი წას მე ჯამისთვის არასოდეს არ მიმიცი ანტიბიოტიკი, მაგრამ აზრს პედიატრი ანტიბიოტიკს, იმ დროს ზუსტად პედიატრმა გააკეთა ეს მოხსენება. დიახ. საკვებმა როგორ გამოიწვია ანტიბიოტიკების რეზისტენტობა რა? რეზისტენტულია. თაფლში ძალიან დიდი რაოდენობით არის თურმე, იმიტომ რომ ფუტკარი დაიცვან. ეს არის ის პროდუქტები, რომლებიც ფუტკარს ვიდავე რაღაცა ზედაყრიან ასხავე რა ვიცი მე. რა გჭირს რა უედურება. მე პლუს ამას ავანებოდ რაღაცა ამ ბოლო დროს ხალხი უფრო ინტენსიურად და ინტენსიურად ჩივისეთ რამეზე რომ დადის თვითფრინავები ძალიან მაღლიდან რაღაცებს აფრქვევენ რაც. ხან ვარდისფერ რაღაცას გამოუშვეს ყვამს, ხან ცისფერს. თვითფრინავს რატო უნდა ქონდეს ესეთი კვამლები? და ამბობენ რომ არ არის ეს ქართული თვითფრინავები. ასეთი დაუცველია ჩვენი საჰაერო სივრცეც. მე კითხვას ვსვავ, რა მოხდა მაშინ ეს ფაროსანა რო შემოვარდა უცბად საქართველოს, საიდან მოვიდა? ეხლა კალიების შემოსევისთვის ემზადებით. რა იყო, რა ფაროსანა შემოვიდა და დღემდე არ გასულა იქ სამეგრელოში ბოლომდე დარჩენად. სავარაუდოდ ესეც იქნება ბოლომდე დარჩება ჩვენს
ფლორისა და ფაუნის მუდმივ წევრად, ასე ვთქვათ. თუმცა თქვენ კარგად გახსოვს, რამხელა ზარალი იყო მოსახლეობაში, როცა გააჩანაგა თხილის მოსავალი პრაქტიკულად და საშინელება. ერთადერთი მე ამ ფაროსანს ბრძოლა დაუწყეს და დაიწყეს თეთრებს ჩაცმული კაცები რაღაცებს აფხვევდნენ, იყვნენ წავლავდნენ მთელი მცენარეული მოწამლეს სუნთლად, რასაც ხავდნენ ზეთმაით. ვინმე ვიცოდით ის ფორმულა, რა ფორმულას ასხავენ. ესე ხوار შეიძლება რომ ყველაფერი თვალებ დახუჭულებ მაგალითად და არა ესენი ის კეთილი ხალხი არიან, არაფერს არ გაგვიფუჭებენ და ბუნებაში არაფერი არ იგია. გინდა ამსერი, გინდა გამსერი, გინდა რაც გინდა ის მაჭამე. ეგრე ხო არ შეიძლება ხალხო. თქვენ ჯანმრთელობა სხვისი ხო არ არის არა. და ისე წარმოებლებს და იმათ ვეუბნებ თქვენ შვილებს ხო ჭამენ ამას. რა თქმა უნდა, სხვის ბედნიერებაზე არავინ არ უბედურებაზე არავინ ვერ ააგებს თავის ბედნიერებას, ასე ვთქვათ და იმის სანაცვლოდ რომ მოწამლული და დაავადებული პროდუქტი გავყიდოთ და ამით შვიდად ვიყოთ ჩვენ არ მივირთმევთ, მე არ ამგონია ვინმე ამით ან გამდიდდეს ან გაბედნიერდეს, იმიტომ რომ საშინელებაა მართლაც. მე არ მგონია ხა რა ვიცი, თქვენ გჯერათ რომ ის მეწარმე რომელიც ესეთი საკვებით კვებავს ქათამს თავის ოჯახშიც იყენებს, მე იმ ქათამს ან ფრინველს ან თეთრ. როგორ ეგადრებოდ? ო, აქედან გამომდინარე ესე დავიცი. როგორ ეგადრებოდ, მაგრამ ისიც მოტყუებულია, რომ იცოდე, ის სადაც სხვისას ყიდულობს. რომელიც სხვა უშვებს და ის სხვას თავის პროდუქტს თავის ოჯახს არ აჭირს. კი ბატონო. ატყუილეთ ეს ერთმანეთი და ტაში დაუკრათ მე. ბატონო. გაჩანაგდა ერი აღარ არის ხალხო. მილიონიც აღარ ვართ უკვე. არანაირი სახელმწიფო რეგულაცია და სამმართველოები ამ ვემას ვერ მოერევა თუ თითოეული ჩვენგანის მენტალობაში არ ჩაჯდა ეს რომ ეს ყველაფერი საქართველოს, რა ვიცი, ქართული პროდუქცია უნდა დავიცვათ, მხარი უნდა დავიჭიროთ. ეხლა ეს სკანდალიც რას ემსახურებოდა საბოლოოდ ძალიან საინტერესოა ბატონ ზაქარია იყო თუ არა მარტო იმიტომ გახმაურებული რომ თემა იყო აქტუალური თუ ვიღაცა ემზადებოდა და თავის ბიზნეს ინტერესები ჩადო ამ გაღრმავებაში. ეს კიდე ცალკე თემა. არა, ჩემო კარგო, ხო გამოვიდა თვითონ ბიზნესის პრობლემები და თქვა კი ბატონო, ვაკეთებდით თუ ამასო, მაგრამ რეკომენდაციაო გაუწიაო ტოტინი რო უდუხსო ისეთმა კაცმო ისრაელდანო ყავდაო მოყვანილიო და იმან გაუწია რეკომენდაციაო და მანამ ის კაცი აქ იყო და ვაჭმებდითო კარგად გზნობდნენ ყველაზე ბოჭოლებიო თავსო მაგრამო ისე წავიდაო მე აი იმანო სუდის კლინტი მოგვაწვა რას მივხვია კარგის კლინტი და სუდის კლინტი ედი გამგებინეთ რა კლინტის კლინტია რა ყველაზე ცუდი ის იყო ბატონ ზაქარია რომ ამ სკანდალისგან თავის მართლების მერე წავიდა აპელირება იმით რომ აი ღორის ხორცო მიირთმევს მოსახლეობა, ღორი ნაირი მჭამელი ცხოველია და ჭამს ყველაფერს და ესეთი რაღაც ამან კიდევ უფრო და უფრო დაძაბა სიტუაცია ხო მართალია და სკანდალში გაეხო ძალიან ბევრი დიდი კომპანია, ეს იყო კიდე ეს მსხვილი მომწოდებლები. თა ყველა ადგილობრივი წარმოება. მოკლედ არ ვიცი, სანუ გეშო ალბათ ბევრი არაფერი არ არის ჯერ ამ ეტაპზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო ამ თემას უფრო ღრმად ჩაუღრმავდება და იმედი მაქვს, რომ დააჯარიმებს მაინც მინიმუმ იმ ადამიანებს, ვინც არიან დამნაშავეები თუ სხვა დასჯის მეთოდი არა. არა, ის ჩვენ ეს გადაცემა იმისთვის კი არ ვთქვათ, რომ ვინმე ვიღაცა დააჯარიმოს. არ გინცოთ, ჩემი სიცოცხლე. ჯარიმა რა რამეს შველი ის. არა რა თქმა უნდა ეს ჯარიმა არაფერს არ შველი. ამას იმიტომ წერთ ამ გადაცემაში იქნება ვისაც ეკუთვნის და ერთი ყურიდან არ შეუშვას და მეორეში რაღაცა იქნება კონტეს ბამბა დაცმული და დარჩეს მასში. ლაბორატორიები გააკეთეთ ადამიანებო. გააკეთეთ და ააწყეთ და შექმენით ხელახლა სანიტარული და ეპიდემიოლოგიური სამსახურები და ლაბორატორიები. პროფესია გააუქმეს სუნთლად ხალხო. სანიტარული ჰიგიენის პროფესია? ჰიგიენის ფაკულტეტი აღარ არის სამედიცინო ინსტიტუტში. რა დააშავა ეს კულაპის ერთ-ერთმა ქალიშვილმა მაინდა-მაინც ჰიგიამ რომ ის გააუქმეთ. ფარმაცია დატოვეს. ო ეს კულაპს
ორი ქალიშვილი ყავდა ფარმაცია. რომელიც უფრო მდიდარი ინდუსტრია იყო? რაში გიშლიდათ ხელს? ჰიგიენური სამსახური ერთი გამაგებინეთ, გიშლიდათ ხელს, გიშლიდათ, დიახ ბატონო. სხვათა შორის ბევრად უფრო მეტი კვების ობიექტია ეხლა ბატონ ზაქარია, მაშინ სპეციალური პასპორტები არსებობდა, როგორც ვიცი, არა, ესე მახსოვს რომ სანიტარული ეს ჩვენ საკვებზე ვლაპარაკობთ. ეხლა მოდი სხვა თემაზე ცოტა ერთი თემა მინდა რომ კიდე თქვათ, მაგრამ რა ხან ამ მიმართულებით მივიდოთ. ადრე ნორმალურ ქვეყანაში. არის ნორმალური იყო თუ არა ნორმალური იყო, ყოველ შემთხვევაში ბუს ვერავინ ვერ უფრენდა იმ ქვეყანას რა და წარმატებული იყო და მოქალაქეზე ზრუნავდა. იმისთვის რომ მშენებლობა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაწყებულიყო, ამისთვის მარტო პროექტის შექმნა და არქიტექტურის სამსახურის შეთანხმება კი არ იყო საჭირო. საკმარის. აუცილებლად უნდა ყოფილიყო სამედიცინო დასკვნა. ამისთანა შენობა რამდენად ვარგისი არის საცხოვრებლად. ჰიგიენას რომ გავდიოდით ჩვენ, სოციალური ჰიგიენა ქვია. იქ გარკვევით იყო რამდენი ლუქსი უნდა იყოს განათება ოთახის, რომ იქ არ განვითარდეს, არ იყოს საშუალება ტუბერკულოზის განვითარების. ეს მithorას კი ბატონო. თქვენ რომ სამედიცინო დასკვნები გქონოდათ, მოთხოვნაში რო ყოფილიყო სამედიცინო დასკვნა, სპორტ სასახლესთან რაც ხდება, ის არ მოხდებოდა. 16 და 18 სართულიანი სახლები დგას და ერთ ფანჯრიდან მეორე ფანჯრაზე შეიძლება ადამიანს გადააწოდო სალფეტკი. ისე ახლო. სეისმოლოგიური დასკვნები იყო საჭირო, ამ ხელა შენობები როა და ერთმანეთის გვერდით ერთ შენობას რომ პრობლემა შეექმნას და წაიქცეს. დომინოს პრინციპი. დომინოს პრინციპი სულ მიაწვეს ყველას. ამ ხელა უზარმაზარ შენობებში, აი დავუშვათ, ავიღოთ 18 სართულიანი სახლი, გას მეორე 18 სართულიანი სახლის გვერდით. ესე ახლოს. თქვენ იცით, რომ მე-15 სართულის ქვემოთ, სამი სართულის ქვემოთ, არც ერთ შენობაში შუქი არ შედის. ბზისხივი არ შედის. და ბზისხივი სადაც არ შედის, ის ადგილი გინდ სარდაფში გიცხოვრია და გინდ ესეთ ბინაში. გამზადებული ხარ ტუბერკულოზისთვის. ახლა მეორე, არც ერთი სამედიცინო დასკვნა არ დაიდებოდა ისეთი კორპუსების ასაშენებლად, სადაც გამჭოლი ბინები არ არის. აერაცია არა აქვს. აერაცია არა, ვერ გააკეთებ. სამხარეს აქვს მარტო ფანჯრები. ვერ გაანიავებ. ინფექციური დაავადებებისთვის, რესპირატორული დაავადებებისთვის პირდაპირ მისწრებაა ესეთი დინები. ახლა ტყურის გაყოლებაზე ამ სიმაღლის სართულების აშენება შეიძლება? არ შეიძლება, იმიტომ რომ ერთადერთი ტყურის ხეობით ნიავდება მხოლოდ საქართველო, თბილისი. და თქვენ რომ 30 სართულიან სახლებს დგავთ, ერთმანეთს მიყოლებით. თქვენ ამით ქალაქს აერაციის საშუალებას უსწრებთ. ამას წინათაც ვამბობდი. საფხულში ვარ მე დაბადებული და ხშირად ყოფილა რომ ჩემი დაბადების დღისთვის რაიონიდან ჩამოვსულვართ. უყვარდა ხოლმე დედა ჩემს მშობლებს ჩემი დაბადების დღის გადახდა. 8 ივლის. იმისთან ხვატი იდგა ხოლმე რომ ცხვირით რომ სუნთქავდი მეწოდა. საშინელი სიცხე, მაგრამ არ გცხელოდა. არ გცხელოდა, იმიტომ რომ ნიავდებოდა ქალაქი. არც კონდიციონერები იყო მაშინ ჩემს, არ იყო კონდიციონერები. ფანჯრებს გავაღებდით ხოლმე.
სულ სუფთა ჰაერში ცხოვრობთ. დილაობით, ყოველ დილით, განსაკუთრებით ზაფხულში ირწყვებოდა დილა ადრიან ქალაქი და კი არ ირწყვებოდა, იგვებოდა წყლის ჭავლით, რომ მტვერი არ ყოფილა. თაწმინდიდან გადმოხედეთ ერთხელ ადით და გადმოხედეთ ქალაქს. არა ჩანს ქალაქი 30 მეტროში. დაბეტონებული ქალაქია. ცემენტის ქალაქი. ჩემი შვილი ეძახს ხოლმე ბეტონის გროვა, პაპა. ყველგან რემონტი მიდის ბატონ ზაქარი, ყველგან მშენებლობა, ყოველგვარი წესის გარეშე ცხოვრობთ რის აკეთებთ, რა ვაკეთებთ. არ შეიძლება ბატონ ახლა უფრო დიდი პრობლემა კიდე. ავტობუსის გაჩერებების შუაში გადმოტანა არანაირ სამედიცინო რეკომენდაციას არ იმსახურებს. იმიტომ რომ კონცენტრაცია გამონაბოლქვის შუაში მეტია. ადრე თუ ადამიანებს ჰქონდათ საშუალება რომ აქედან გზის მხრიდან ეს გამონაბოლქვი აწვებოდა და უკან შენობა იდგა უბრალოდ რომელიც არ ბოლავდა და იქედან მაინც ცოტა ნიავდებოდა და ავტობუსის მოლოდინში არ იდგა დიდ კონცენტრაციაში შედარებით. ეხლა პირდაპირ 10 ცენტში გადმოიყვანეთ ეს ხალხი და რას ერჩით იმ ხალხს ვისაც მანქანა არ აღავს დგარა და თქვენი მანქანის გამონაბოლქვით სუნთქავენ. უსაფრთხოთაც არ გძნობ ბატონო ზაქარია მართალი გითხრა თავს. რა სადაურ წესია კაცო. ქუჩების სპეციალურად დაავიწროეთ 8 რიგიანი მოძრაობა დახაზული ვაკეში და ერთი რიგი მუშაობს მარტო რატო ბევრი გამონაბოლქვი ბევრი დაიხარჯოს ბენზინი და ბენზინის ბიზნესი გიყვავდეთ შეიძლება რომ ერთი მანქანა საცობებში დგომის დროს დღეში ნახევარი ბაკი ბენზინი იწვება. ჩაასხა ბენზინს, წავხვალ ორჯერ სამსახურში მოხვალ და ბენზინი აღარ არის. რატო? მოკლედ ძალიან ბევრი ის არის პრობლემა დაგროვებული ბატონ ზაქარია. ბევრი პრობლემა კი არ არის დაგროვებული. არ არსებობს დარგი არ არსებობს მიმართულება სადაც პრობლემა არ არის. კვების პროდუქტებით დავიწყეთ და გადავედით. სკოლას აღარ გავს. ინსტიტუტს აღარ გავს, თუმცა სადღა ინსტიტუტები, უნივერსიტეტები. დაგანაწილებული ვართ ეს საინტერესო რომ 570 უნივერსიტეტი. საბოლოო ჯამში ვღებულობთ უმაღლეს განათლების მქონე უმდაბლეს განათლებულ საზოგადოებას. შეიძლება უმაღლეს სასწავლებელი ერქვას და უმდაბლეს განათლებას აძლევს. კურსდამთავრებულები დღევანდელი უმაღლეს სასწავლებლის ვერ აკმაყოფილებენ საშუალო 8 კლასის განათლების კრიტერიუმებსაც. არაფერი არ იციან ხალხი. მარტო ფული ხო არ არის ხალხი. ამასინაც პაციენტი ახალგაზრდა სამუშაო მეთქი არ ვსწავლობ, სასწავლობ მოთხარი შვილი. უნივერსიტეტში. რაზე სწავლობ? სამართალზე. როგორ სწავლობ? უსამართლო ქვეყანაში სამართალს მევთხარ. უსამართლო ქვეყანაში შეიძლება სამართლის სწავლა? სად სწავლობ? საბანკო საქმეზე. როგორ სწავლობ საბანკო საქმეზე? ქვეყანას ბანკი არ აქვს. თვით ეროვნული ბანკი სამევახშეო ორგანიზაცია. აქ როგორ უნდა ისწავლო საბანკო საქმე? სასწავლო
ბრძოვეთ. რა სწავლობ ბრძოვეთ? სკოლაში ვაჭამოთ ხო ენა? არის კითხეთ აბა გითხრა რა. თუ კითხვაც არ დავტო. კითხვები ბევრია ბატონ ზაქარია, მთავარია ჩვენი გადაცემა იმ ხალხმა ნახოს, ვინც უნდა პასუხი აგოს. თუნდა გითხრათ. ყველა ეს ჩასაფრებულია და ყველა ნახულობს. თორე ბატონ ზაქარია, ჩვენ პასუხს თუ არ გაგვცემენ, ზევით აქვთ კიდე პასუხის გასაცემი ხომ მართალია და. ხო, აი იმ სამართალს ვერავინ ვერ გაიქცევა. ცოტა რთულად მოგიწევთ პასუხი. იქ არც მოსყიდული ლაბორატორიები არსებობს. და არც ბევრი სხვა. ესა თქმა უნდა ცოტა ისეთი ხუმრობა გამომივიდა, მაგრამ მიუხედავად ამისა რაღაცა ცინიკური ხუმრობა. ხო, იმედი გვაქვს, მაინც იმედი იმისა, რომ იმედი ნუ მოგიშალოს, ხო, მაგას იმედი როგორ არა გვაქვს, იმედი რო არ გქონდეს არც ვილაპარაკებდი. თან ისეთი კვირა გვაქვს ახლა, ჩვენ ისეთი დღეები მოდის, რომ ო, ნებისმიერა ახლა და მე მართლა რო გითხრათ ძალიან არც მხილავდა დღეს გადაცემაში დაждომა, მაგრამ თქვენ მითხარით რომ საზოგადოებრივი ინტერესი ძალიან მაღალია აი ამ კი ბატონო ჩვენ დავჯექით რომ საერთოდ ამ კვირაში ნორმალური ქრისტიანი ადამიანი არც მუშაობს და უნდა იყოს ქრისტიანი ადამიანი ჩაფიქრებული თავის ცხოვრებაზე და ზუსტად იმ გოლგოთის გზასუნა გადიოდეს ქრისტესთან ერთად თავისი ფიქრით, თავისი აზრით და თავისი ბატონ ზაქარია ზუსტად გამოგვივიდა, მე მგონი გამოგივიდათ ესეც ჩვენ რაღაცა გარკვეული გონიერებისკენ მოუწოდებთ იმ ადამიანებს, ვისაც ხელიწიფებათ ამის შეცვლა და იმედი გვაქვს მივა მათ გულის გარანტე. ჩვენი სათხოვარიც და ჩვენი რჩევაც. ერთმანეთ ნაცვლ გავგებმა გაიგოს. კი ბატონო. მე ისე არ იყოს, მე ვამბობ და გამგები გაიგებო. ძალიან დიდი მადლობა მინდა ბატონ ზაქარია, გითხრათ კიდევ ერთხელ. მეც მადლობა. ვისურვო სიმშვიდე მართალია ეს ანიშნულოვანია ჩვენთვის ახლა, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი დაძაბული დღეებია და მინდა იმედი მქონია იმისა, რომ ადრე თუ გვიან, რა ვიცი, ის ხალხი შეიგნებს იმას, რასაც და გაიზიარებს ყველაფერს, ასე ჩვენ ვლაპარაკობთ. ერთმანეთს თქვენთვის შაქარიო. მადლობა. კარგად ზანდებოდეთ, შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ჩემი გადაცემის სტუმარი ჩვენი მასპინძელი იყო ბატონი ზაქარია როჭიკაშვილი, ექიმი, გასტროენტეროლოგი, ენდოსკოპისტი. მადლობა მინდა მას მოუხადო. ვეღარ გავიგებ მე სტუმარი მასპინძელი. ორივე ხარ და ამიტომ სტუმარსაც და მასპინძელსაც გეძახით. მადლობა მინდა ყველას მოგახსენოთ. კარგად ზანდებოდეთ.